თბილისში 26 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს. პოლიციამ განზრახ-ყროლობის ბრალდები დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცს ბლაგვის საგნით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მოკლული 26 წლის ბიჭი სიღნაღიდან რას ამბობენ გარდაცვლილის ოჯახში. ია გულიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გისმენია. დიახ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი 26 წლის ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ბოლო წლების განმავლობაში დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ჯანგულაშვილის კვალი 12 იანვარს იკარგება თბილისიდან. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს და ისინი ძებნაში დახმარებას ითხოვდნენ. საქმეში მოგვიანებით ჩაერთნენ სამართალდამცველები და გაუჩინარებულ მამაკაცს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ლევან ჯანგულაშვილს ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე კონფლიქტი მოუხდა 2002 წელს დაბადებულ ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან, რის გამოც მან ჯანგულაშვილს ბლაგვის საგანი ჩაარტყა თავში. ამის შემდეგ კი მაღალსართულიანი კორპუსის შენობიდან გადმოაგდო, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და გაუჩინარდა. როდის და რა პირობებში მიაკვლიეს ჯანგულაშვილის ცხედარს, ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ისინი ამბობენ, ჯანგულაშვილები წლების განმავლობაში სოფელში არ ცხოვრობდნენ და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს დილით შეიტყვეს, როდესაც მამაკაცის ცხედარი უკვე სოფელში გადმოასვენეს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამის დეტალებს შევეცდებით, ბუნებრივია უფრო მეტი გავარკვიოთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა რას აცხადებენ სოფელში მკვლელობის შესახებ, შეგვიძლია კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. აქ არა ცხოვრობდა, ჩვენ არაფერი არ ვიცით. რამდენი ხანია რა თბილისში იყო ოჯახი წასული? დიდი ხანია. და მუშაობდა ეს ბიჭი იქ დასაქმებული? არ ვიცით, მაგდენი შეხება არ აქვს. და სოფელი კი არა და სოფელშიც ეძებდნენ და თბილისშიც ეძებდნენ. კი, ყველა საქართველოს მასშტაბით ყველგან ეძებდნენ. რატომ აი რას ამბობდნენ, რა მოხდა? გაუჩინარდა ასე მოულოდნელად? კი, არაფერი არ ვიცით ჩვენ რა. დაიკარგა შინადა წავიდა, აღარ მოსულა. სხვა არაფერი არ ვიცით ჩვენ. და ეხლა რა გაიგე? გარდაცვლილი იპოვნეს კორპუსის წინ, სხვა არაფერი. მარტო გავიგეთ, რომ კორპუსში ჩამოვარდნილი იყო. გადამოგდებული იყო თუ რა იყო, ეგ აღარ იციან ზუსტად. სავარაუდოდ გადმოაგდეს. ეგრე გამოდის, რა ვიცი, ეგრე ამობენ. და ვინ იპოვა გარდაცვლილი? აი, აღარ ვიცი, ვინ გააგებინათ ეგ არის. გაგებულსა ვლაპარაკობ ჩვენ, მაგრამ ჩვენამდე არ მოდის მაგეთი ამბავი. აი, საწყალი ეგრე ვიღაცა უყურა. მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 100 განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 26 წლის ლევან ჯანგულაშვილს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.